ჩემს უკან გორის მორაგბეები არიან. მათთან ერთად ვაპირებ ვარჯიშს. საკმაოდ რთული იქნება. მომიწევს შეჯახებები. და ჰაერში აგდებები. დავაი. ძალიან მეშინია, მაგრამ ამის მიუხედავად პარემ დროა რომ დავიწყო. მაგრამ ამის გარდა სხვა პუნქტებიცაა. ზოგი მარტივი იყო და გამომივიდა. აი, ოჯახ ბევრად უკეთ გამოდის. ზოგი კიდე ძალიან საშიში. მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე ვივარჯიშებ, იქამდე გუნდი ხურდება და მეც შევერთდები, იმიტომ რომ ალბათ დამჭირდება. მეც რომ შევერთე ხა გახურებაში, იმიტომ რომ დამჭირდება ალბათ გახურება. ხო, აი. ახოს არ მიიტანო არასდროს. ოკეი. სულ გარეთ კომპლექსად ჩამოხდა. გახურების შემდეგ უნდა გადავიდეთ ისეთ რამეზე, რაც თან ძალიან მარტივია და თან ყველაზე რთულზე, ბურთის სროლაზე. აქ მოკვიდე და პროსტ აი იქით რო დგას რა, ხელი გააყოლე. შე გამიხსენს ეგანაც, ეგ ისედაც ვნახე YouTube-ში, მაგრამ არ გამომდის. კარგად ისვამ კომფორტულად ხელში ბურთს და მარჯვენა ხელით ატრიალებ, ნახე, აქ არ უნდა მოკიდო რა, იმიტომ რომ ვერ დატრიალდება ისე ბურთი. ნახე, აქედან არის მარტივი პასის გაკეთება, ხო? იმ გარემ ხედა. აი მანდიდან. თეორიულად კი გავიგე და თითქოს მარტივით ჩანს, მაგრამ ჩემი გასროლილი ბურთი მაინც ხვანცალებდა და სწორად არ მიდიოდა. ეს ეშვრება. იმიტომ რომ ნახე ხელს ესე ატრიალებ, ნახე ხა ეცა და ორივე ხელით ჩემთან გააჩერო. ამას ესე ნუაკეთებ, ხელს ნუატრიალებ შიგნით. არ არის საჭირო, უბრალოდ ნახე, ამ ხელს აქ აჩერებ რა. ეგრე. უფრო მარტივია. თითქოს ოდნავ გავუგე ბურთის სროლას. თქვენ შეაფასეთ როგორ გამომდის. ეს ბევრად უკეთესი. აი, ყოჩა. მარტივია. ნახე ხა შენ თითებშივე იპოვე კომფორტი, ხო? ადგილზე კი ვაკეთებ თითქოს, მაგრამ საკითხავი ისაა მოძრაობაში თუ გამომივა პასები. აი ამას შემდეგ ვარჯიშზე გავიგებთ, მაგრამ იქამდე მისტერ ბისტზე სწოდნიათ 1-2 ჭორი ჩვენს მორაგბეებს. მისტერ ბისტმა აი ეგეთი ტიპია, ძმა იუთუბერია და დაითრია ლამბორჯინი. აი ესე დააყენა და ხელი უნდა დაადოს რაღაცა 30-მა ადამიანს. ეგ ძველია, ეხა თვითმფრინავებზე გადავიდა კაცი. მართლა ძველია. არ და მას მე მგონი რაღაცას დაენგო. ხდა იცოდე მისტერ ბისტი რო გახდება. არ დავავიწყდებით არცერთი. შემდეგ ვარჯიში უკვე მოძრაობაში პასები იყო, რომელსაც ვერ მივხვდი. მოიცეთ. ვერ მივხვდი. არა და ძალიან მარტივია. ერთი მხრიდან 4 კაცი გარბის და ერთმანეთს აძლევენ პასებს. მე მეორე მხრიდან სულ ესაა. ოკეი. საბოლოოდ მივხვდი და რაღაცას დავამსგავსებ. მაგრამ ეს ვარჯიში ყველაზე ნაკლებად პრობლემაა იმასთან შედარებით, რაც წინ მელოდება. აი 1 2 3 დავაი. მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, კიდევ ერთი საინტერესო რაღაც უნდა ვისწავლო. ამაში კი ბატონი სერგი დაგვეხმარება. მემარჯვენეს ცოტა მარცხრივ მიზნის დათქვა. შედარებით შენ უნდა დაუმიზნო ცოტა მარჯვნივ, შენი ფეხი რაღაც სამიზრეა, სადაც დაამთავრებ ფეხს, იქ წავა ბურთი. თან 1 წუთი გაგდასარტყმელად. თუ არ დარტყმებსო? შო, არ იცვლება რა, უქმდება. ბიგარია ეგეთი მორაგბე იყო, ცეკვავდა დარტყმის დროს. არ უნდა უგულშემატკივრო ბურთს. დაარტყავ. კი ნახედო. აი ბურთი როგორ შედის კარში, შენ ვერ უნდა დაიგახო. იმდენად ბოლომდე ბურთთან უნდა იყო დარჩენილი, მიხვდი? ეხა გადმოდგი კომფორტული ნაბიჯები მაქედან, უკუსვა დაიწყე. ეს ისაა. დავაი. ეხა შეხედე სად უნდა დაარტყა, უყურე იმ წერტილს. თან 1 წუთია. აჰა! შეასისინა ეგრევე. ეს ძალიან დიდია. უნდელებს გამოვიყვან ისეთებს, რომ აქედან ვერ გაიტანე. მგონი პირველი მოხილისთვის იმენა იდეალურია რა. ამ პატარა წარმატების შემდეგ ცოტა გავთამამდი. ამ ეტაპად გადავწყვიტე ცოტა უფრო რთული კუთხიდან მეცა და დარტყმა. ნახოთ აქედანაც თუ გამიმართლებს. დაახლოებით რომ აი ამ ნაწილით ხო შედიხარ ეს. ანუ ესე უნდა დავუყო რა. და გადმოდი სამი ნაბიჯი უკან და კუთხე გქონდეს. გადაიქი რა ნაწილსაც უნდა და აი ეგრე და ეხა აი მაქედან ზუსტად რა გზაც უნდა გაიარო ბურთამდე, აი ეხა გადაიქი. შეხედე, ალბათ აი ძელს დაუმიზნე მარჯვენას. მე მგონია რომ წამოიგებს ცოტა მარცხნიდან ქარია. წარმოსახოთ წარმოიდგინე ბურთი როგორ შედის კარში, მოიმზადე, წადი და სულ ბურთს უყურე, კარს არ უყურო. ცოტას ნერვიულობ. მიდი, არა. თამაშისაც რა იქნება? არ მეტყობა, მაგრამ სერიოზულმა ნერვიულობამ ამიტანა. გავიტანე. ბიჭო, მწვრთნელი უნდა გავხდე, გებაზრები, რა ვქნა მეტი. არ ვიცი, მგონი რომ სერიოზული მორაგბე ვარ და პროფესია უნდა შევიცვალო. ნუ ეს იყო, რასაც ვფიქრობდი, იქამდე სანამ კუთხეს კიდევ უფრო გავართულებდი.
ნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩემი წარმატება. ეხლა ნახე იგივე რუტინა გააკეთე, აზბურჩი რო შეხვალ უნდა გააკეთო. და არ იჩქარო რა. ხო. შვიდათ არ იჩქარო. მარჯვენი დავუყისნე, დავაი. იცი რა ვიზავ პირდაპირ გამოვიქანო. პირდაპირ კუთხის გარეშე მაგრა გაჭირდება. მედი აბა როგორც გითხრა, მაგრამ კუთხე ყოველთვის ძალას მეც გაძლევს. ოჰო! წვეტი დაარტყი? არა, წვეტი არა, ეს გავჭიმე. აუ. ასეთი რთული კუთხიდან გატანა აღარ გამომივიდა, ნუ მაინც არ მჭიროდა რომ გამომივიდო და ამიტომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. და ჩვეულებისამებრ აქაც არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. საშიშია? სამეულები არა აქვს მნიშვნელობა, ვისაც მოუწევს. სამი კაცი, პირველი გარეთ გადის, მეორე მოვწიებს. შორიდან ვაკვირდებოდი, რომ დაახლოებით შინაარსი მაინც გამომეტანა, რა უნდა გამეკეთებინა. სამი კაცი გარბის და შუაში რომელიც დგას, იმას გვერდიდან პასს აძლევენ. და უნდა დაეჯახოს. გვერდებზე რომლებიც ყავს, ისინი კიდე უნდა დაეხმარონ. აი, ამას მივხვდი. ერთი გვერდზე ბუცები არ არის, შეკავკებია საერთოდ. აი ჯიგარი, გამოწევი. არა, საშიშია, გასართობია. კი ვიცოდი რომ სამი კაცი იღებდა მონაწილეობას მხოლოდ, მაგრამ ცოტას ნერვიულობდი და აფორიაქებული ვიყავი და შესაბამისად წესები მავიწყდებოდა. შუაში кайმარა, ეხა გვერდზე რა უნდა გავუყო? სამია. აშკარა თავით არ უნდა დაეჯახო იმას, ხო? ხო, არა, უკეთესი ახსნა ნამდვილად მჭირდებოდა რა უნდა გამეკეთებინა. ამას მიხვდა კიდეც მწვრთნელი. ბურთი აიღე, ეს ბურთი გადმოიტანე აქეთ. აქეთ? ამხრით ეჯახები. ფეხებს სამუშაოს მოიხარე კიდე რა. მოიხარე. ესე რომ დაეჯახები, ესე უნდა დაწწმა. გაიგე? და ბურთი უკან უნდა დავტო? იქით არ მაურო ხარ საფრთხე. გაიგე? ნახოთ ერთი რამდენად კარგად გავიგე მისი ახსნილი. მე ვარ ისევ კაცო. ვერცო ჩემ. ბურთს აიღებ, წარმოიდგინე რომ უნდა შეჭამო, აი ბიჭი ვარ. აი ეს როგორ უნდა შევჭამო, გახია. გასართობია, ოღონდ არასწორად ვაკეთებ და არწმუნებული ვარ. აქამდე სულ შუაში ვიდექი ხოლმე და ჩემზე იყო მთელი ზეწოლა. ამიტომ გადავწყვიტე რომ გვერდზე მდგომის, ანუ დამხმარეს როლიც შემეთვისებინა. ბურთი. ამასობაში კი პატარა ჩელენჯი დაიბადა. ვნახოთ დახმარების გარეშე რამდენად კარგად დავეჯახები. ეს გადაგხო და მარტო შენ აიჯახე რა. მარტო მე დავეჯახო ეგ. მოდი ახლა გვერდიდან დამეხმარებიან კიდევაც და ვნახოთ რამე შეიცვლება თუ არა. ჩადე უკაცე. აი აცნებობს. რთული იყო. ცოტა წყალი მეც გამინაწილეთ თუ არა შეასრულე. ვარჯიშის შემდეგ გუნდის წევრები განიხილავენ რა გააკეთეს კარგად და ერთ-ორი სიტყვის თქმაც მეც მომიდა ჩემს თავზე. ტაიმინგი გაიყო. პრობლემები გაგაჩემოვიდნენ. ურთიერთესობა კარგად განიხილავ. მუშაობა. მე რაში ვიყავი კარგი. ჩემი დრო რომ მოვა. მე ვიტყვი ყველაზე ძლიერი ვიყავი თქო. სანამ ბოლო და ყველაზე საშიშ ეტაპზე გადავიდოდით, იქამდე გუნდმა ვარჯიში დაიწყო. რა თქმა უნდა, ხელი აღარ შევუშალე. ამასობაში კი საინტერესო ამბები გავიგე. თურმე გორის გუნდი სულ 6 წლისაა და წელს პირველად თამაშობს უმაღლეს ლიგაში. გორის გუნდი პირველად არის წელს დიდათში, მეორე ლიგაში თამაშობს 4 წელს წინ. წინა წელს გახდნენ ჩემპიონები მეორე ლიგაში და ამიტომაც შეძლეს წინ წაწევა და უკეთეს ლიგაში გადასვლა. წინა წელს ჩემპიონები გავხდით, რაც პირადად ჩემთვის ბავშვობის ოცნება და მიზანი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ რა ამ გუნდში, თავს ძალიან კარგად ვცნობ. კი გადავიდა გორი უკეთეს ლიგაში, მაგრამ აქ ბევრად ძლიერი გუნდები არიან, ვიდრე მეორე ლიგაში. მაგალითად როგორიც არის ლელო, რომელიც 40 წლით ადრე დაარსდა ვიდრე გორი. უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული და ძალიან რთული მეტოქია. ლელო საკმაოდ ტიტულოვანი
და საკმაოდ ძველი გუნდი არის რა. ძალიან დიდი ხანია ასპარეზობს. ხან უმაღლეს ჩემპიონატში გამოცდილი ბიჭები არიან, კარგი ბიჭები არიან, კარგი სისტემა აქვს და სწორედ მათთან დაპირისპირება უწევს გორს. ძალიან დამაინტერესა შეძლებდა თუ არა გორი ასეთ რთულ მეტოქესთან წინააღმდეგობის გაწევას. ვიდეოს ბოლოს გავიგოთ, შეძლებს თუ არა გორის გუნდი ლელოს დამარცხებას. მაქსიმალურად გიგულ შემატკივარს. მაქსიმალურად ესტები ჩვენს რო იმედები არ გაგისროლ. მაგრამ სანამ თამაშზე გადავალთ, იქამდე ბიჭებმა ჩემით გართობა გადაწყვიტეს. ეს ხო ყველას გინახავთ. უნდა გავემეორო, ოღონდ ჰაერში მე უნდა ამაგდონ. და მიზანი ისაა, რომ ბურთი როგორმე დავიჭირო. უნდა ახტე რა, რო ახტები, ფეხები არ უნდა მოხარო რა, ჩვეულებრივ სწორად. ეხლა განახტეთ რა, მინდი? 2-3. ესეთ მომწ. აი ეგრე, ეგ არის, ოღონდ ცოტა მაგრა ახტი რა. ოკეი და ბურთი უნდა დავიჭირო რა. იცოდე ჰაერში არ შეგეშინდეს და გაჭებული იყავ. ერთი არა. მომისმენთ ჩვენ სამამდე დავითვლით მესამე პლაზე. არა. ოკეი. აქ ყველაფერი ისმის ხომ? 1 2 3 აიჩეგე. 1 2 ეს ნორმალური. რო იგრძნობ რო ჰაერში ხარ, ფეხები არ მოხარო და საფრთხე შეხედა დაგიჭრა 1 2 3 დავაი. 2 3 შევძელი ბურთის დაჭერა. მე რა მოხდა იმას არ გაჩვენებთ. ყველა პუნქტი გავიარე, რაც ჩამოწერილი მქონდა, ახლა ერთადერთი რამ დაგვრჩა გასაგები. შეძლებს თუ არა გორის გუნდი გამარჯვებას. მიდი, მე რომ ასავლიდი, მიდი. დღეს არის მენტალური მომზადება და შორიდან დავუკვირდეთ. ვიცი დაბადების დღეა. ხვალ ძლიერი მოწინააღმდეგეა? ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. 4 ჯერ ზედიზედ საქართველოს ჩემპიონი, ძალიან დალაგებული, ახალგაზრდა გუნდი, ძალიან კარგი მწვრთნელით. მაგრამ ჩვენც ამბიციური გუნდი ვართ და ვეცდებით, რომ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. რამდენჯერაც ბიჭებს ვკითხე, რომ მეთქი ხვალ მოგება რაღაცა გინდა თქვენ, იმდენჯერ მითხრეს, რომ პატივისცემა ჩვენს მოწინააღმდეგეს და კარგი ბიჭები არის. არა. ჩვენ მათ გავანადგურებთ. მიწასთან გავასწორებთ და დავმარხოთ. ეგრე არ უნდა გახვიდე. როგორ? აი უეჭველი მოგება და უეჭველი ვიგებ, ეგრე არ უნდა გახვიდე. მოთამაშე კი არა, მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. დადგა საკმაოდ რთული მატჩის დღეც. ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი გორს. გუნდს, რომელიც ასეთი პატარაა და გოლიაც უნდა შეეჯახოს. სანამ თამაში დაიწყებოდა, ბავშვები გავიცანი. არც ერთს არ სჯეროდა, რომ გორი გამარჯვებას შეძლებდა. აზრით ლელო მოიგებს 22-13. ლელო მოიგებს 38-25. ლელო მოიგებს 14-3. თუ თქვენი გუნდი მოიგებს, მე მაქვს შოკოლადები და იმ შოკოლადებს მოგცემთ. გინათ? თუ წააგებთ, 5-5 აჯიმანია გააკეთეთ. ნახოთ მე მომიწევს შოკოლადების დარიგება თუ მათ აზიდვების გაკეთება. ოჯახნებო, ოჯახ კარგი იყო. კაცი დაგვიზიანდა. ძალიან დაზიანდი? ნახოთ რა, არა. შოდოე, თოვიჯო. დავაი სერგი! აი ეს შეგრძნება დაიმახსოვრეთ რა. ამას ვერსაც სხვაგან ვერ მიიღებ რა. და კიდე ბევრი ესეთი გამარჯვებები მომელოცოთ. გორის მოგებამ დაგვანახა ის, რომ რაღაცის გაკეთება თუ გვინდა ცხოვრებაში, რაც უნდა რთული პირობები გქონდეს, ღირსს და აუცილებლად და თუ ამ ვიდეოს უყურებთ და რაღაცის და გინდათ, დროა რომ ბარემ დაიწყოთ და მეც ბარემ ენერგიით დავამთავრებ ცოტა.